მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენი ტრადიციული გაშლა, ანუ კვირის პროგნოზი. ვნახოთ ჩვენ რა გველოდება. ხო? ესე იგი, ვინც პირველად ხართ, მე ვაკეთებ ყოველთვის სიგნიფიკაციას და მე ვიხილავ ჩვენ სამ თემას. ანუ კარიერა, ну, ბიზნესის ამ სწავლა ვნახოთ ახლა ვის რა, ფინანსები, ურთიერთობა. Так, ჯერ დავიწყოთ ჩვენ ვნახოთ ეხლა რა ენერგიებში ხართ. ეხლა რა ენერგიებში ხართ თქვენ? ვნახოთ. ვისთვის იქნება ეს გაშლა. Так, შემდეგი მინდა ვნახოთ ჩვენ რა ენერგიებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, ხო? ანუ რა ენერგიებში ვიქნებით ჩვენ? რა ენერგიებში ვიქნებით მომავალ კვირაში, მომავალი კვირის განმავლობაში, რაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. ნახოთ. და რა მინდოდა ამერო კიდე აი ყველაზე ძალიან მოდით აი ეს მინდა ამერო კიდე ყველაზე ძალიან რას უნდა მივაქციოთ ყურადღება კიდე აი საბაბ რატომღაც დღეს მომინდა აი ასე აი ყველაზე ძალიან так შემდეგი ჩვენ გვაქვს ესე იგი ანუ სამსახური კარიერა ბიზნესი ვის რა გავჩება სწავლაზე თქვა ანუ ჩვენი საქმიანობა ხა ნახოთ რა საქმიანობა ჩვენი ფინანსური ჩვენი თემა ნახოთ ფინანსებში რა გელოდებათ ნახოთ რას გვეტყვის ჩვენ ტარო Так, რა თქმა უნდა, ჩვენი ესაკეთოს. Так, ჩვენი ტკბილი, ხო? თემა ფინანსები. და ფინანსები ღმერთო, ვისთვის არის ფინანსები ყველაზე ტკბილი თემა? მითხარით, აბა მომწერეთ დროზე. ვინ მაბნევს აქ ურთიერთობა? ნახეთ. ურთიერთობა მე-18 ენერგია. ვინ არის ვიღაცას ელოდება ან რაღაცა ნერვიულობს დაკარგული ურთიერთობას რაღაც ძალიან ძლიერი ტკივილი გაქვთ ვიღაცას. ну კარგით, განაკრის გრძნობ ღერ და ღამე ფიქრობთ, ხო? ნახოთ აბა რა იქნება მომდევნო კვირაში. მე თუ რამეა, მან რასაც გამოვიყენებ, რატომღაც ეს დასთა წამოვიდა დღეს ურთიერთობაზე. არ ვიცი, ვერ ვეთქვით, რატომღაც მოინდომა და მზად ხო ხართ უკვე? დავიწყოთ ახლა. так. თქვენ ახლა მეჯიუტებით ძალიან გთხოვთ რა. აბა ნახოთ ახლა ამ წუთში რა ენერგიებში ხართ. აქ როგორი სიტუაცია გვაქვს? თქვენ გამოდიხართ ახლა რაღაცა სიტუაციიდან, აი აქეთ მე მგონი ურთიერთობასაც შეეხება, იმიტომ რომ აი აქ უკვე მაჩვენეს თქვენ რომ რაღაცა ურთიერთობაზე ძალიან ნერვიულობთ ეთყობა. თქვენს აქ მამაკაცი ასე რომ ვთქვათ, რომელიც შეიძლება ახლა ჩუმად არის სადღაც კი ბატონო, ვიღაცას კიდე ნახეთ, შეიძლება იყავით ოჯახი ჩობლებაში და ახლა უკვე ემზადებით სამუშაო პროცესებისთვის. ესეც შეიძლება იყოს, ან დამთავრდა თქვა, ან ბევრი გეგმები გაქვს, სხვათა შორის შეიძლება იმისათვის, რომ როგორ შეიძლება კიდე გაუმჯობესოთ თქვენი თქვათ, ну, რაღაცა გეგმებზე მუშაობთ, რომ ხმარების მეფე აუცილებელი კი არ არის, რომ უნდა იყოს ვიღაცა ან თქვენი თქვათ, ყოფილი მამაკაცი, მეტი ახლა ეს არის საჯარო გაშლა, ამიტომ შეიძლება თქვენ ახლა ფიქრობთ იმისათვის, კიდე რა შემიძლია გავაკეთო, რა საქმე, ანუ რითი შემიძლია კიდე გავაუმჯობესო ჩემი თქვათ, თუნდაც სამსახურებრივი თემები, ვისაც თავისი ბიზნესი აქვს, სხვათა შორის შეიძლება თქვენ მაგაზე ფიქრობთ, კიდე რა შემიძლია გავაკეთო მე ადამიანებისთვის სასარგებლოდ, რომ ეს არის სხვათა შორის ყველაზე
ჭკვიანური, იმიტომ რომ შენ თუ გინდა ბიზნეს როცა აკეთებ დაუშვებ და ფიქრობ მხოლოდ იმაზე, რომ მე რა შემიძლია აქედან ახლა სარგებლობა მივიღო, ხო? და არ ფიქრობ ადამიანებზე, თქვათ, ანუ ჩვენ ნებისმიერი თემა, რითიც არ უნდა ვიყოთ დაკავებული, არ აქვს მნიშვნელობა რითი. პირველ რიგში ჩვენ ვაკეთებთ ამას ვიღაცებისთვის, ხო? ნებისმიერი საქმიანობა ჩვენი. აი, იმიტომ არის ეს, რა ქვია, აქ ზუსტად მაგაზე არის ფიქრი, რომ კიდე რა შემიძლია გავაკეთო მე იმისათვის, რომ მეტი სარგებლობა გქონდეთ ადამიანებს და რა თქმა უნდა, მე უკვე თქვენს ბედნიერი იქნებით და ფინანსების და ყველაფერი წამოვა ეგრევე. კარგით, всё, ახლა ეს მე მგონი საკმარისი იყო. გაიგეთ თქვენ აქ რა ხდება, ну, ყველაზე კიდე ეს მომენტი არის, შეიძლება ზოგმა კიდე გადაწყვეტილება მიიღო, რომ მოერიეთ რაღაცა სიტუაცია, რომელიც თქვათ არ იხსნებოდა, შეიძლება მამაკაცის გამოცდა, აირჩიეთ ბედნიერება, მაგასთან თუ მის გარეშე მე მაინც ბედნიერი ვიქნები. და всё, ვნახოთ ახლა თქვენი ენერგიები. აქ ხა ჩუმჩუმად ჩემი შვილიშვილი მეხმარება, ამიტომ თუ რამე ხმაური გაიგეთ, ესე ცოდეთ. ჩემი გოგო აქ დადეს. Так, ვნახოთ ახლა ჩვენ, აქ არის ესე იგი, ძალიან მაგარი ენერგია შემიძლია გითხრათ მე თქვენ. ანუ, სულ აი ულამაზესი დასტა ხო, დამეთანხმეთ, აი რაღაც ზღაპრული დასტა არის. მადლობა პალიტრას, რომ ასეთი დასტა მაჩუქეს. ესე იგი, თქვენ გადიხართ როგორ ენერგიებში რა, ანუ როგორც აი აქ პრინციპში თქვენ უკვე დაიწყეთ, ხო? მაგრამ აი ამ კვირაში არის როგორ იცით, როცა აი აქაც იყო, ესე იგი, გვერდხების 7-იანი და შუაში და აქაც. ანუ აქ რაც თქვენ დაიწყეთ, ხო? უკვე აი ამას აქ აგრძელებთ. ანუ გეძლევა თქვენ რაღაცა ძალიან მაგარი ენერგია. ძალიან აი უკვე მინდა ვიმოქმედო, მინდა გავაკეთო რაღაც, ანუ ენერგიით ივსებით რა. აქ უკვე თქვენ ნახეთ ახლა აი ამ კლასიკაში იქ რაღაცა თითქოს ბრძოლა არის, ხო? აქ ბრძოლა კი არ არის, პირიქით რაღაცა გაღვიძება ენერგიების მოდის, როცა მე ყველაფერი შემიძლია გავაკეთო, ყველაფერი მინდა გავაკეთო და შეიძლება წამოვიდეს რაღაცა ახალი ნაკადი. ნუ ყოველ შემთხვევაში მონეთ ასე რომ ვთქვათ, აი ძალიან კარგ ენერგიებში იქნებით, სულ ქმედება, სულ რაღაცა მინდა გავაკეთო, ოცნებები, რაღაცები, ანუ ოცნებების ასრულებაც, რატო? იმიტომ რომ აქ თქვენ არა მხოლოდ რაღაცაზე ოცნებობთ თქვენ აქ, ხო? აი კაი ცხოვრებაზე ვოცნებობთ, რომ რვიანით ასების, აი ამ შემთხვევაში კიდე, როცა ადამიანს აქ გამოვლილი რაღაცა პერიოდები, რომელიც თქვათ იყო, ну, სულიერი, თქვათ, ემოციებს ეხებოდა თუნდაც, არა აქვს მნიშვნელობა ეს ურთიერთობას ეხებოდა თუ საერთოდ ადამიანი შეიძლება პროექტებს რომ მუშაობს, ხო ნერვიულობს რაღაცას, ხო, გამომივა იქნება, კარგი არ იქნება. აი აქ თქვენ, ანუ იმენა აი ინთებით, გაიგეთ, რაღაცა აინთებით რაღაცით რა. თუ რამე პროექტზე თქვენ ხო გეუბნებით მუშაობდეთ და გინდათ ელოდებით შედეგებს და შეიძლება ახლა ფიქრობთ კიდე რა შემიძლია, აი აქ შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ აი ძალიან დიდ ტრიუმფს მიიღებთ რა. იმიტომ რომ იმის მიუხედავად, აი აქ თვითონ არკანები ისეთი არის, რომ მეუბნებიან, რომ ეს შენი დაწყებული საქმე გაგიყვანს შენ ძალიან, ანუ დიდ ასპარეზზე, რა ვიცი, აი ესეთი რაღაცა მომდეს რა. იმიტომ რომ თითქოს აი გულის სულს ყველაფერს დებ შენ ამაში და შენ მარტო კი არ ოცნებობ, შენ მოქმედებ კიდევაც რა. აი ეს არის საქმე და მთავარი აბა ვნახოთ ენერგია. აი მთავარი ენერგია რომ გამოდიხარ თქვენ, აი თითქოს იღვიძებს, აი ჩემთვის მაგალითად ახლა 5-იანი გვერდხების, ну, აი არის პირველ რიგში გამოღვიძება, ვიღვიძებ რაღაცას, აი რაღაცას უკვე ვაკეთებ, გამოდის ხარ კრიზისიდან გამოსვლასაც ნიშნავს კიდე რა. აი რაღაც კრიზისული სიტუაციიდან გამოვდება, კარგი ენერგიებით ივსებით, გაიგეთ რა ხდება და აი თუ იჯეკით სტაგნაციაში, აი ახლა უკვე არა, всё, მე მინდა ვიმოქმედო.
მიხვდეთ, აი ეს ძალიან ესეთი რაღაც მომენტი არის, იმიტომ რომ თქვენ რაღაცას მოერევით და გადახვალთ ახალ ეტაპზე და უკვე აი რომ ყველაფერს დატოვებთ, რაც ანუ ამ კვირაში თქვენ გიქნება ეს ქმედების კვირა რაღაცა იქნება. კარგით, ვნახოთ ახლა ჩვენ მაშინ უკვე სფეროების მიხედვით. Так, შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ აი აქ ვინც დაუშვათ ელოდებოდეთ სამსახურს, ხო? შეიძლება თქვათ, ან იყავით თქვათ გასაუბრებაზე, ხო? თქვათ ვინმეზე, ან ვინმესგან ელოდებოდ. აქ იცოდეთ, რომ ყველა ვარიანტში თქვენ მიიღებთ ამ კვირაში თანხმობას რა, იმაზე, რომ თქვენ ახლა ნამდვილად რაზეც იბრძოლეთ, თქვენ აქ მოიგებთ, ასე რომ თქვათ. თუ რამეზე თქვათ წინსვლა გინდოდათ სამსახურში, ხო? თქვათ კარიერული ზრდა გინდოდათ, აქ აუცილებლად თქვენ დაგნიშნავთ, იმიტომ რომ თქვენ ახლა აქ იქნებით როგორც სპეციალისტი, რომელსაც აქვს ცოდნა, რომელსაც აქვს გამოცდილება და ამიტომ თქვენ აგირჩევენ. კიდევაც აი ნებისმიერ სიტუაციაში აქ დაუშვოთ თქვენ საქმიანობაში აქ არის როგორ თქვენ გირჩევენ, მოდით ასე ვთქვათ რა, არა აქვს მნიშვნელობა ვთქვათ ეს რამდენი წლისაც არ უნდა იყოთ რა, ანუ აქ ვთქვათ თქვენზე წავარჩევანი შეიძლება ვთქვათ და კიდე შეიძლება თქვა ზოგი პირი დაასრულებს რაღაცა სამუშაო პროცესს და თქვენ დაუშვათ, ну ვიღაცაში აი რატომ მომივიდა არ ვიცი, შეიძლება ზოგი პენსიაზე გადეს საერთოდ, რომ всё დავიღალე, დავამთავრე და გაძლევე თქვა პენსიაზე გიშვებენ, რა ვიცი. ну არ ვიცი, მომივიდა ეგეთი თემა. კიდე აქ არის თქვენი აღიარება, ხო, კი ბატონო, გიგითხარით, თქვენი ახლა კიდე აქ ვიღაცას შეიძლება, ну სწავლას თუ ვეხებით, ვიღაცა ამთავრებს სწავლას და იღებს საბუთებს, თქვათ, ხო, რაღაცა დიპლომს იღებს, სერტიფიკატს იღებს, ხო? აი ხა ჩემი მოსწავლეებმაც დაასრულეს. უკვე სამი ნაკადი გავუშვით ჩვენ, ნახეთ ახლა ვიდეოც დავდე, იქ Facebook-ზე ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ აი რა ვიცი, ვამაყობ ჩემი მოსწავლეები ძალიან და უკვე მე-5, მე-6 ნაკადიც სწავლობს და ну აქ სერტიფიკატების, ну მაგიტომ რაღაც უცხოდ გამახსენდა და ამიტომ აქაც არის რაღაცა, გაიგეთ, ვიღაცამ დაამთავრა სწავლა თქვათ და უკვე მიიღო საბუთი, ну უკვე გექნებათ გზა, რა თქმა უნდა, გაგიხსნებათ ახალი. აღიარება თქვენი როგორც კარგი სპეციალისტის, ესეც არის. თუ დაუშვათ თქვენ ახლა მუშაობთ, თვითონ ხართ ხელმძღვანელი, შემიძლია და ეძებდით რამე სპეციალისტს, ძალიან კარგი სპეციალისტი მოგივათ თქვენ აქ. ანუ ну ძალიან კარგი ენერგიები, მე ვფიქრობ, აქ კი. Так, ფინანსები ვნახოთ ახლა ჩვენ. ფინანსები და ფინანსებზე მე ხათ ასები არ მეყარს. აჰა, вот. პენტაკლები მოვიდა. ხო, აქ იცით რა ხდება? აქ ფინანსებში სხვათა შორის იქნება ისეთი დიდი წინსვლა და ისეთი დიდი ნახტომი, რომელიც შეიძლება თქვენ ვერც წარმოგიდგენიათ. იმიტომ რომ აქ ძალიან თქვენ ბევრ რაღაცას აკეთებდით, ხო ხდებით? აი აქაც არის ეს მომენტი, რომ თქვენ აქაც რაღაც ფიქრობდით, რომ აი ეს მინდა გავაკეთო, ხო, ასე. ამიტომ თქვენი так, სად არის ეს დასტა? ერთი წამი კიდე აქ მინდა გავიგო. ხო, იყო შეიძლება რაღაცა პერიოდი, რომ თქვენ ახლა ну დაუშვათ, ნახეთ, მუშაობდით. სხვათა შორის აქ ხა კიდე ნახეთ, შეიძლება ვიღაცა აკეთებდა ვიზუალიზაციასაც. პლუს კიდე აქ შეიძლება კიდე თქვენ ფიქრობდეთ, ну ნერვიულობდით რაღაცაზე, ხო, შეიძლება თქვათ მე მუშაობ, ამდენს ვაკეთებ, ამდენს ვცდილობ, ამდენ რაღაცა, რა თქმა უნდა, ახლა ანაზღაურებას გინდოდათ, მაგრამ აქ მაჩვენებენ, რომ აქ შემოდის აი მართლა ძალიან ისეთი ცეცხლი კვირა, ცეცხლოვანი კვირა. კი, ну იგივეს მეუბნებიან. აქ რო თქვენ რაღაცას ხო ხდათ, აი აქაც არის რვიანი. დასების აქაც, ანუ დარც უშვებ, კიდე აქ როგორი მომენტი, თქვენ შეიძლება აი აქ მოერევით რას,
თუ გქონდათ რამე თქვენში ვთქვათ ბრძოლა სიტყვაზე რომ მე ვარ კარგი სპეციალისტი, ხო? აი შეიძლება რომ ვთქვათ, იმიტომ რომ არის ზოგჯერ როცა ადამიანი აქ ვიღაცა გეტყვის შეიძლება კიდევაც რომ მაგარი ხარ რა, აი ძალიან მაგარი სპეციალისტი ხარ, ძალიან ანუ საკმაოდ აი ჭკვიანი ადამიანი ხარ რა. იმიტომ რომ აქ მართლა ადამიანმა რომ მიაღწიოს რამეს, ბევრი შეიძლება სრემლიც დაღვარა, რა ვიცი მე. ნუ ყოველ შემთხვევაში გზა გამოიარა საკმაოდ სერიოზული, ბევრი ცოდნა აქვს ადამიანს. ან რაღაცა ძალიან მაგარი ცოდნა მიიღო ადამიანმა და უკვე მზად არის რომ იმოქმედეს და ამიტომ აქ მაგრამ ზოგჯერ შეიძლება თქვა არის ეს მომენტი რომ შენ თვითონ არ იცი შენი ფასი დაუშვათ, ხო? და აი აქ მოდის რაღაცა თითქოს ეს მომენტი რომ შენ თვითონ მივხვდი რომ შენ მართლა მაგარი ხარ, შენ მართლა კარგი სპეციალისტი ხარ და ეს აქეთ ხო იყო აი რა ვიცი მე ვარ არა ვარ აი ეს მომენტები გქონდათ რა და გამოდიხართ ამ სიტუაციიდან აი თავარია თქვენ თვითონ თქვენში მოერევით ამ სიტუაციას გაიგეთ და ამიტომ თქვენ აი ასე დიდ ნახტომს აკეთებთ თითქოს იმიტომ რომ ეხლა ეს ჩქარი არის საერთოდ ეხლა გვერთხების რაინდი ეს ნუ ჩქარი ენერგია უფრო რა და შეიძლება თქვა აი უკვე როცა თუ იყო დაუშვათ რამე ისეთი მომენტი თქვა აი სტაგნაციის ხო აი აქ თქვენ უკვე ну, თქვა არ შემოდიოდა ფული ისე, როგორც თქვა, იქი იყო, მაგრამ არ ყოფნიდა, თქვა, იმდენად, როგორც თქვა, ნუ გჭირდებოდა და ელოდებოდი, თქვა, შეიძლება даже ფიქრობდი, თქვა, აი, მithება სხვა სამსახური ხო არ ვიპოვა, ან რა გავაკეთო კიდე, ან, ну, აი, ეგეთი მომენტები, მაგრამ აქ მე შემიძლია გითხრათ, რომ მოდის თქვენი, რაც თქვენ ანუ ეს ისეთი არკანია, როცა მე ბევრ ამეს კი მუშაობ ბევრს, მაგრამ კიდევაც კაი ანაზღაურებას ვეძებ და აქ უკვე პენტაკლებმა გადახუროს ეს თასები რა. ანუ ესე იგი ნამდვილად უკვე ეს ნერვიულობა თქვათ კიდე შეიძლება დაუშვოთ ზოგჯერ მაინც თასებია რაღაცები გიშლის ხელს, ფინანსებში ხო, ფინანსები რო უფრო კარგი გქონდეთ ხო ფინანსებში მდგომარეობა ზოგჯერ ჩვენ ახლა თქვათ ახლა აი აქ ურთიერთობაზე ფიქრობს ადამიანი რამეზე და ის მერე უშლის ხელს რა ანუ ერევა ენერგიები ასე რო თქვათ აჰა ну აქ მზედა პენტაკლების ტუზი კი აქ რაზეა ლაპარაკი всё თქვენ გამოდიხართ რაღაცა ნერვიულობიდან და აქ ძალიან მაგარი შემოსავალი უნდა გქონდეთ ძალიან მაგარი შემოსავალი ამიტომ ტყუილა აი დაამუშავებთ თითქოს თქვენ აი ამ მომენტს რა აი აქედან გამოდიხარ თქვენ ნერვიულობიდან გაიგეთ ესე იგი ეს ნუ ფინანსებზე როცა ჩვენ ვლაპარაკობთ აქ არ უნდა იყოს ჩარეული თქვენი ნუ ნერვიულობა და ფინანსები ეს უთა სხვა თემა რა თასები არ უნდა ერეოდეს საერთოდ ემოციებს არ აქვს თავ ჩვენ როცა ფინანსებზე ვმუშაობთ მაგრამ თქვენ ამ თემას დაამუშავთ თუ არა ახალი ნაკადი აი მათ ჩვენ ეს კიდეც აი აქ ძალიან დიდ თანხაზე ლაპარაკი შეიძლება მართლა საკმაოდ დიდ თანხას მიიღებთ, იმიტომ რომ თუ იყავით აი ამ მდგომარეობაში და აი ნახეთ თქვენ რამხელა გამარჯვებათ, ანუ თითქოს იცვლება ბედი. აქ არის სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანი სიტუაცია გექნებათ საბედო სხვათა შორის რა. აქაც ხო გითხარით რომ რაღაცას მოერევით თქვენში რაღაც ახალი ენერგიები გაიხსნება. ის ენერგიები როცა მე უკვე აღარ ვნერვიულობ, მე უკვე წინს ვამინე, მე უკვე ბედნიერებისკენ მივდივარ. გაიგეთ რა ხდება თქვენი რაღაცა ვარსკვლავი აინთება სიხარული მოდის ძალიან დიდი რაღაცა აი კარკა ხო გეუბნებით რომ თითქოს გეხმარებათ ეს მაღალი ძალები თქვენი ანგელოზები გეხმარებენ გამოსვლაში რა მოერევით რაღაცა მომენტებს თქვენ და ამიტომ აი ეს ტუპიკი რა რაც იყო აი აქ თითქოს ფიქრობდით რა არა და აი ნახეთ რამხელა ცვლილება და ეს ცვლილება ნუ ფართუნა არის ეს ერთი აქ ისე რა ჩემო მოსწავლეები ხო ხედავთ ფართუნა მზე ტუზ პენტაკლის ანუ ხვდებით ხო რაზეც ლაპარაკობ და რატომ ამას ვიძახე ანუ აქ ხე ისეთი იქნება ცვლილება რომ გამარჯვებული ხარ და გადეხარ ძალიან დიდ სიუხვესკენ ნუ ეს ახლა გლობალურად მასე თუ დაუშვოთ ცოტა ისე რო თქვა ახლა ყველა მილიონერი არ გახდება
ამ კვირაში ნეტა მართლა ეგრე იყოს, ნუ ყოველ შემთხვევაში რაღაცა სიტუაციას მოერევით თქვენში, აი ამას რომ აქ კიდე როგორი რა ვიცი, აბა მექნება, არ მექნება, გაიგეთ რაღაც აი რა უნდა გავაკეთო რომ მქონდეს და აი კი ვმუშაობ, მაგრამ იქნება, აი ამ ფიქრებს მოერევით თქვენ. Plus კიდე აქ კიდე როგორი თემა არის, რა თქვენ აქ დაამუშავეთ ძალიან მნიშვნელოვან თემას, რაც ეხება საერთოდ ფინანსებს. სხვანაირად შეხედავთ ამ თემას. მე თქვათ ახლა, ნუ აი ეს ძალიან მაგარი სამუშაო კიდევაც შევპირდეთ შემოსწავლეებს, რომ მე გავაკეთებ ერთ ტრენინგს, ვისაც საინტერესო იქნება, როგორ უნდა დაამუშავო ფულის თემა. ნამდვილად გასწავლით, როგორ უნდა გამოხვიდეთ აი ამ ენერგიებში. აი ამ ენერგიებში, იმიტომ რომ ეს ნუ ახლა აქ ნამდვილად ახლა ტრენინგს ვერ ჩაგიტარებ, მაგრამ ნუ აი ეს ასეა. იმიტომ რომ მეცდონ ახლა ძალიან ბევრ რაღაცებს გავდივარ ხოლმე რა. და გასწავლეთ. ვისაც საჭირო, ვისაც ენდონება რა თქმა უნდა. და всё. ურთიერთობაზე გადავედით. ჩვენ ურთიერთობაზე რა ხდება აქ? так, რა ხდება აქ? რა ხდება აქ? რატომ წამოხვედი? შენ რა გინდა? შენ რა გინდო და რატომ თხოვეთ შენ? რა უნდა მაჩვენო შენ? так, ჩემო სიხარულებო. აქ ჩვენი აქ ნახეთ ეს იგი რა ხდება გეტყვით ეხლა. აქ მოხდა რაღაცა მნიშვნელოვანი სიტუაცია ეტყობა. ეხება ანუ ბიჭებს ეხება იმ შემთხვევაში თუ ბიჭებს თქვენ თუ უყურებთ მე შემიძლია გითხრათ რომ თქვენ აქ რაღაცა მოერიეთ ძალიან ახლა ამ ხელა დინოზავრი არის რა რაღაცა სიტუაციას მოერიეთ რომელიც თავის დროზე თქვენ ნუ დიდი ტრანსფორმაცია გაიარეთ ყველა ვარიანტში რა დიდი და რაღაცა დატოვეთ უკან რა და ეხლა თითქოს იცით თქვენი გეზი კიდე გოგოებო თქვენთვის საყურადღებოთ რომ აქ ადამიანმა ნამდვილად გაიარა ძალიან მაგარი კარმული გაკვეთილება მაგრამ ძალიან ბევრი რაღაცა ეს ტრანსფორმაციაზე ხო გავაკეთე გაშლა აქ ადამიანმა იმუშავა ძალიან ბევრი კი ბატონო მაგრამ აქ როგორი თემა არის იცით აქ ესეთი მომენტი არის რომ ადამიანმა კი მოერია ბევრი რამე მაგრამ არასოდეს თქვენ არ გეტყვის აი რა გამოიარა მაგალ ვერ არ გეტყვის იმიტომ რომ აქ ახლა მაინც ხმალების ერთი არის არასოდეს არ გეტყვის რა გელოდებათ ხო აი აქ სუმაჩვენებენ რომ ანუ კი აქ უფრო მაჩვენებენ სიტუაცია აჰა არ გეტყვის და სხვათა შორის ერთი წუთით მოიცადეთ გეტყვით ახლა ვიღაცა იცავს თავის სიყვარულს რომ სიყვარულს იცავს იმიტომ რომ არ უნდა რომ შიში გაქვს უნდა ჩამოსვლა მაგას შიში აქვს არის შიში გაქვს აჰა პენტაკლების მეფე გამოვიდა შიში გაქვს არა მოერევა შიშს მოერევა შიშს ახლა ეს ადამიანი ნამდვილად და ანუ როგორ არის იცით მე რაც ჩემია მე მაგას არ დავდოთ იმიტომ რომ აქ რაღაცა გაიგო ამ ადამიანმა ძალიან ნუ აქაც ხო გვაჩვენეს ჩვენ აქაც გვაჩვენეს ჩვენ მიხვდა მაგან რომ არ მინდა ვიარო მარტო გაიგეთ რა აქ ადამიანი ხვდება რომ მე თუ რამე არ გავაკეთე ეხლა მე თუ არ გავაკეთე და ხო აი ნახეთ მაშინ მე დავკარგავ გამეპარება ჩემი სიყვარული ასე რომ თქვა ეხლა ნახეთ რა ხდება ამ ადამიანმა მიხვდა რომ სჭირდებით თავისი ნუ საყვარელი ქალის სჭირდება გაიგეთ და ახლა მე თუ რამე არ ვიმოქმედე
კი, აქ მეხუთე ენერგია, აქ ახლა არის, როგორ იცით, იეროფანტე, ანუ თითქოს ადამიანმა აი აქ მიხვდა, ანუ ის გაკვეთილი დაუშვდა, რაღაც გაკვეთილი ქონდა, გაია რაღაცა კრიზისული სიტუაციები ქონდა, ხო? მაგრამ აქედან ნახეთ გამოდის გამარჯვებული, რომ გამოდის თითქოს, აი აქ ნახეთ როგორი იეროფანტი საინტერესო არის რა, რომ მე გაკვეთილებს მე გავიარ, მე მივხვდი, რომ მე მინდა ვიარო ვთქვათ, აი თავაწეული, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ აქ რაღაცას ადამიანი თითქოს ნებდება, მივხვდით რა ხდება, ნებდება, მოდით აბა მან რას გითხავ კიდე. აქ რაღაც ესეთი ძალიან ღრმა დასტა არის, აი საკმაოდ ისეთი, რომ კიდე აბა მაჩვენეთ აქ რას გულისხმობთ თქვენ ახლა. აი ამ სიტუაციაში. კი, განულება. მიიღო, აი გეუბნებით რა, მოიცადეთ აბა რას რა ხდება. აი მე აქ რა გავაკეთო ახლა მე. მოდი სუფიკულაში დამეხმარა. და რა არის აბა მითხარი? რა არის საბოლოოდ? აჰა. აქ ნახეთ კიდე იეროფანტი არის, აქ როგორი სიტუაცია გეტყვით ახლა. ანუ ზუსტად რაც თქვეს რა. აქ არის სიტუაცია, როცა განულება მიდის. ნუ ადამიანმა აიღო გაკვეთილი, რომელსაც არ იღებდა, ჩვენ ტრანსფორმაციას ნახეთ ახლა იქ რომ ლაპარაკობდე. აქ თითქოს ადამიანი მიხვდა, რომ მე არა ვარ მზად, რომ დავკარგო და რატო ნახეთ, იმიტომ რომ აქ ეჭვიანობა არის. აქ კიდე, აქ ადამიანმა მიხვდა ამ ურთიერთობაში, რომ აი ეს არასერიოზულობა, რომელიც იყო მისი ურთიერთობაში, თითქმის დააკარგინა, იმიტომ რომ აქ არ არის 100%, თითქმის დააკარგინა თავისი სიყვარული. რატო? იმიტომ რომ პასუხისმგებლობას არ იღებდა, არ მონაწილეობდა ეს ურთიერთობაში, ძალიან კარგად მიხვდა, აი მაგას რო გითხარით, რომ არ გეტყვით თქვენ რა გაიარა მან, ხო? და მიხვდა აკაც იეროფანტე, აკაც იეროფანტეს დავახურებ ახლა. და მიხვდა, რომ მე არ მონაწილეობდი მაგის ცხოვრებაში და ამიტომ შესაძლებელი აქ მისი დაკარგვა. დავკარგავ მე მაგას. რა, თუ არ აი კიდე არ იგივე სიტუაციაში თუ ვიჯდები. მივხვდით? და ამიტომ აქ ახლა ადამიანი მიზახეს, რომ კი მე გავიგე, რომ კი ჩვენ სხვადასხვანაირები ვართ, ვიცი. კი ეს შეიძლება სხვა რაღაცა გაქვს, სხვაობა თქვენ იმის მიუხედავად, რომ ეს სხვაობა თქვენ გაქვთ, ეს ადამიანი მაინც არჩევანს აკეთებს თქვენზე. არა აქვს მნიშვნელობა, როგორი სხვაობა არის აქ, აიგეთ? და რა არჩევანს აკეთებ? ნუ არ მინდა, ვერ გავუშვებ მაგას, ვერაფრით ვერ გავუშვებ, იმიტომ რომ აქ არის გრძნობა. ნუ აქ როგორი სიტუაცია არის, ვაიმე დედა, ახლა მას ვერ შეიძლება ნახეთ კიდე პირველ რიგში ძალიან მოენატრე თქვენ, იმიტომ რომ ნახეთ რა ხდება. აქ სხვაობა კიდე გეუბნებით, შეიძლება ასაკობრივი სხვაობაც იყოს, შეიძლება სტატუსის სხვაობა იყოს, ხო? მაგრამ თვითონ ეს ურთიერთობა ადამიანისთვის არის ძალიან ნუ ისეთი, რომ აი სასიამოვნო, პლუს კიდე აქ სექსუალურად თქვენ იზიდავთ მაგას ძალიან კიდე. ხო, მაგრამ რაც იმის მიუხედავად ნახეთ რა ეს რა გაიგე? გეტყვით ახლა ნახეთ რა ხდება. ამას უნდა რომ თქვენ იყოთ მისი სტაბილური ქალი რა, ანუ ქალი რომელთანაც მე მინდა, კი მე ახლა ბევრ რაღაცა, ანუ აქ რას ამბობს ადამიანი? შეიძლება თქვენ თქვათ ახლა ამა დაამუშავა ის, იმიტომ თქვენს რომ რაღაცა გაიგო ფასი გაიგო, მაგრამ ანუ რასაც გაიარა ის გაკვეთილები, რომ თქვათ, აი რასაც მეუბნებოდა, გავიგე. მაგრამ ეს შეიძლება გააკეთა, მაგრამ როგორ იცით, გაანალიზა სიტუაცია, იეროფანტი ეს ყოველთვის როცა ადამიანი რაღაცას ისეთ კრიზისულ სიტუაციაში ხდება, ხო? მე 5 ჯვარი შემოსწავლებ.
და იქ ხა როცა არის იმ მდგომარეობაში ხარშავს რაღაცებს, გაიგეთ? და ნუ ჩაულებრივად რო ვთქვათ, ეს ზის და თქვათ, ეხლა აი ნუ იხსენებს, აი ასე ვილაპარაკ, აი ეს მითხრა, აი მე აქ არ გავაკეთე რაღაცა, ხო, აი აქ ვერ მოусმინე, აი მე ეხლა კი დაუშვათ, მოვდიოდი სექსუალური თემა, კი ბატონო მომწონდა მასთან დაუშვათ, კარგი იყო რაღაცები, ხო? კი ძალიან ისა, მაგრამ აი ზუსტად ის გაშლა მოусმინეთ რა, კიდე მაგას გეუბნეთ ტრანსფორმაციასთან რო გადის, ხო, რა ხდება რა მოვლენები ხდება თუ რაღაცა, მეგონი გუშინ ჩავაწერე. გუშინდელი გაშლა. ხო და აი აქ თითქოს მივხვდა მაგან რომ მე თუ ეხლა კიდე ვიჯდები აი ამ მდგომარეობ, მე მაგას დავკარგავ, იმიტომ რომ აქ წავიდა უკვე ეჭვიანობა, გაიგეთ რა ხდება? აქ უკვე ეჭვიან არ წამართვას ვიღაცამ. სანამ მე აი აქ არ მონაწილეობ მის ცხოვრებაში, ვიღაცამ სხვამ არ დააკავოს ჩემი ადგილი. გაიგეთ რა ხდება? და იმიტომ რომ ძალიან მაგარი ხალი არის და მე მინდა ასეთი ხალი მე მინდა თვითონ, გაიგეთ რა? და ამიტომ არ მინდა ვიცი, ნამდვილად ვიცი, დარწმუნებული ვარ, რომ თქვათ მე ახლა სადმე და სადის გოგო, გაიგეთ? ანუ ახლა პრინციპში ნუ შეიძლება აქ თქვენ ახლა სხვაობები გაქვს, შეიძლება ფინანსური სხვაობები, რაღაცები, მაგრამ და ყველაფრის მიუხედავად უნდა რომ თქვენ იყოთ მისი ხალი, რაც სიყვარულია. და რამე სიზავე ხე მოქმედეთ? ნუ ამას ეშინია, გაიგეთ რომ თქვენ მაგას ესე რა ქვია, არ იცის, გაიგეთ, ეს აქ თქვენ ძალიან როგორ ხართ, იცით? აი კი მნიშვნელოვანი ურთიერთობა მაგისთვის, მაგრამ ამას შიში აქვს, რომ გაიგე არ მიმიღებს ეგა მე. არ მიმიღებს. ამ დროს ესე იგი რა არის, იცით? ეს ადამიანი ყველგან გითვალთვალებს, თქვენ ცხოვრებაში არის, ამას ეშინია, რომ თქვენ მაგას არ მიიღებთ. აი ეჭვიანებს უზომოთ რა, ეჭვიანებს, იმიტომ რომ აქ უფინანო რაღაცა შეიძლება აი აქ როგორც გითხრათ, ოჯახის შექმნაც შეიძლება არ შეიძლება აქ და თუ არა შეხვედრა კი უნდა მაგას თქვენთან, მაგრამ აქ არის რაიმე ღმერთო ჩემო, ეს ადამიანი მოკლედ ელოდება რაღაცა ინფორმაციას თქვენ რო რაღაცა ნიშანი მისცეთ მაგას, ელოდება მაგას. და ეგრევე გამოჩნდება თქვენთან. კი, სულ გითვალთვალებს და ეჭვიანებს ეს ადამიანი და იტანჯება, ორივე იტანჯებს სხვადასხვა თქვენ აქ. მაგრამ აქ так, ვერაფერს ვერ გეტყვით, ეხლა მე თქვენ ახლა თუ რა გარჩევაში წავედე, ქმედება რომ გითხრათ რამე იქნება, ვერ გეტყვით ამ კვირაში. შეიძლება ნუ მოდეთ ახლა მანარას просто ვერც მანარას ახლა მე აქ ვერ ვიზავ. ვერ გავხსნი კარგად, იმიტომ რომ აქ ძალიან ისეთი არკანები მოდის, რომ ასე ვერ ვიზავ, ვერ მიმუშავებ ასე. так, მოდით სხვა და კიდევ გითხოთ და всё. იმიტომ რომ აქ ახლა ადამიანებმა ძალიან გლობალ ვიცი რომ თქვენ გიყვართ ეს თემა და იმიტომ აქ ვჩერდები ხოლმე ამაზე მითხანს რა ხდება. так, მოდით ასე ვთქვათ, ახლა ამ ადამიანმა რომ ეს ყველაფერი რო გაიგო, ხო? აი აქ ნახეთ გაიგე, შენ რომ აქაც სამიანია გეუბნა, განცდა, მინდა მიისვლა, მაგრამ ეშინია, ამას ეშინია რომ თქვენ ვარ სიტყვით ამას. და შეიძლება იმიტომაც არის ეგა. так, მოდით აბა ამ შემთხვევაში ჩვენ ასე ვთქვათ. აი მე ღმერთო რა იყოთ რა თოჩკარით ასე. კიდე კითხვას დავუსვათ ჩვენ ისეთი რომ რამე რჩევა. მოდეს რჩევა თუ ბიჭი უყურებს ბიჭისთვის და რჩევა თუ გოგოსთვის. ბიჭისთვის იმოქმედა, всё, გეყოფა ჯდომა.
კი, გამოდე ამ სიტუაციიდან, ანუ შენ ზიხარ სულ და ანუ მიიღე გადაწყვეტილება და აი ის რომ ზიხარ და არ იცი და просто იმოქმედე რა, იმოქმედე და იქნება ყველაფერი კარგად იქნება, იმოქმედე გოგოსთვის. შენ გამოდი ცუდი ენერგიები და ცუდი ენერგია რა არის? ანუ ნუ გაკ ეს აი აქ იმიტომ რომ გოგოც განიცდის, გაიგეთ და ბიჭიც ახლა გოგო რა ენერგიაში. ნუ გოგო ელოდება, კი, ელოდება თავის სულიერ გული და მენტალური მაგარი კავშირი გაქვს, ძალიან მაგარი კავშირი გაქვს და სულ ელოდებით და უბრალოდ ნუ აქ არის როგორი თემა, თქვენ ცდილობთ მაქსიმალურად რომ ეს სიტუაცია გულიდან ანუ თქვათ გამოაგდოთ რა, მაგრამ არ გაძლევს საშუალებას თქვენი სული გეუბნება ნუ იტყუები, იმიტომ რომ შენ თვითონაც სუდად ხარ მაგ დროს, იმიტომ რომ გიყვარს ეს ადამიანი. და კარგით, ახლა всё ბოლოს მითხარით, ახლა ძვირფასია შენთვის ეს ადამიანი და გიყვარს ძალიან და საბოლოოდ всё. ახლა ეს ისტორია აქ რა იქნება, ახლა დაბრუნდება, არ დაბრუნდება, პაუზა იქნება, რა ხდება? აი პასუხს კი არ მაძლევია. კი ბატონო, აქ ექნება გამოსვლა, ესე იგი თქვენ მოერევით რას? იცით ამ ცუდ ფიქრს, ნერვიულობას, ყველაფერს, აქ ექნება დაბრუნება. კი, აქ შეიძლება ღმერთო ჩემო, ესე იგი რამდენი მაწვალეს დღეს. კი ბატონო, აქ ექნება სიტუაცია, როცა ნამდვილად აქ შეიძლება დასრულდება რაღაცა სიტუაცია, რომელიც იყო ძალიან მძიმე და თქვენს კაი ენერგიებში შედის გოგოც და ბიჭიც რა, ყველა ვარიანტში რა. აი ნახეთ, всё. დაამუშავეთ თქვენ, всё ეს ურთიერთობა. ნუ შეხედეთ რამხელა რაღაცები მოდის, всё. ესე იგი აქ ვეუბნებიან ჩვენ, რომ აქ რაღაცა ეტაპი მსრულდება. ეს არ არის მარტო ამ კვირაში წამიყვანეს სადღაც შორს, მაგრამ ადამიანი დაბრუნდება, აქ ეძლევა თქვენ ძალაში გადიხართ, თქვენ აქ გაიმარჯვეთ, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ თქვენ აქ დიდი მოთმინების უნარი ალბათ გქონდათ, ეს სიყვარული მნიშვნელოვანი, აქ ძალიან დიდი ეტაპი გეძლევა თქვენ საშუალება, იცვლება სიტუაცია, გეძლევათ შანსი ზოგისთვის, ანუ ვთქვათ, აქ საკმაოდ ხანძლებ ურთიერთობაში გადიხართ, ისე ეს რთული პროცესები დამთავრდა. ნუ დაელოდეთ რა, აქ ხო დამთავრდა რაღაცა პროცესი, რომელიც იყო და ჩაკეტილი იყო სიტუაცია, არ იხსნებოდა. ამ კვირაში უკვე გექნებათ რა. ამ კვირაში თუ არა, ნახეთ, იმ კვირაში მაინც უეჭველი რაღაცა უნდა გქონდეთ აქ სიტუაციის ცვლილება, იმიტომ რომ ესეთი არკანები არის, რომ შეიძლება ზოგს ახლა რა საჯარო გაშლა, ზოგ შეიძლება ამ კვირაშიც გაიხსნება, ზოგ შეიძლება უფრო იმ კვირაში გაიხსნება რაღაცა, მაგერ არის თქვენი სულიერი და თქვენი საყვარელი ადამიანი, რომელიც გული რო იძახის და გული რო ელოდება. დავამთავროთ ხო მაგაზე, მე როგორც ყოველთვის გისურვებთ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.